სინამდვილეში დიდი გამარჯვებები არა დიდ არენებზე, არამედ სწორედ აი ასეთ პატარა უბნის სტადიონებზე იწყება. კლუბი ქარი დღეს ბავშვებისთვის ქმნის ალტერნატივას გაჯეტებს და ქუჩის რუტინის მიღმა. სწორედ კლუბი ქარი იქნება დღევანდელი ბრენდის ხმის მთავარი გმირი. მისი ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის სექციებით. სიმართლე გითხრათ, მეც მინდოდა დიდ არენაზე მეთამაშა ფეხბურთი, მაგრამ სურვილის მიუხედავად ეს ვერ მოახერხე. განსხვავებით ქარის მთავარი მწვრთნელისგან, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე მის აზრებს გარეთ უმაღლეს დონეზე ახერხებდა თამაშს. თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში არის მონდომება, როცა გინდა რომ პროფესიონალი ფეხბურთელი უბრალო ჟურნალისტმა დამარცხო. დაახლოებით ხვდები დიდი რომში კლუბს ქარი ატომ და არ ვქვით, მაგრამ მაინც მითხარი, სწორად მივხვდი? რა იყო სახელი? კი ბატონო, ამ სახელი იქიდან გამომდინარე დიდი რომში გაზდილი, ანუ სხვა სახელი ფიზიკურად არ მოგვაფიქრდა, რა შეიძლება ხუს დავარქო. ქარი, რა თქმა უნდა. არა, სიმბოლურადაც რაღაცას ნიშნავს რა, ანუ მოძრაობა, თავისუფლება. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც იმით დავარქვით ქარი, რომ დიდი რომში დაბადებული და გაზდილი. ანუ ლოკაციასაც შეეფერებოდა და ფეხბურთსაც პრინციპში. სწრაფი თავისუფლება და მოძრაობა ფეხბურთში მნიშვნელოვანია. რა არის ამ გუნდის მთავარი ფილოსოფია და მითხარი, რამდენად რთული იყო დასაწყისში აი ბავშვების შემოკრება ამ იდეის გარშემო? ესე იგი, თავიდან გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ფეხბურთის სკოლა. საბოლოო ჯამში გვინდა რომ გავხდეთ აკადემია. მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც საფეხურებია გასავლელი ჯერ კი ბატონო. დავიწყე სკოლა სხივში, ფიზიკურად მე და ჩემმა მეგობარმა. სულ თავიდან ყავდა 4 ბავშვი ვარჯიშერა და მე ნელ-ნელა შემოგვემატა ამ ეტაპზე 5 ასაკით გავდივართ ჩემპიონატებში. მაინც შეზღუდული ხარ ხო რესურსებში, ანუ ინფრასტრუქტურას გულისხმობ, რა ხდება ამ აკურთხებაში? კი ბატონო, ხა ამ ეტაპზე 2 სტადიონზე ვართ, სკოლა სხივის და სკოლა მთაწმინდელების. დიდი რომში არის ორივე. მაგრამ უკვე ასაკი 2015-იანებს, რომელსაც უკვე მინი საფეხბურთო სტადიონი არ კმაყოფილებს და სტანდარტებში არ ჯდება, მოგვიწია დიღმის მასივში გადასვლა რა. კერძოდ ბოხუას 5 ნომერში დროის სიმცირიდან გამომდინარე თვითონ სტადიონის ადმინისტრაციამ სიმართლე რომ ვთქვათ პატივი გცა, გამოგვიყო რაღაც დროები, რომ 2015 წელს დაბადებულები არ წასულიყვნენ სხვა გუნდებში. ჩვენთან რომელიც მოვიდა ბავშვი 2-3 წლის წინ რომ გაეგზელებინათ ისევ ჩვენთან რა ჩვენ გუნდში მოღვაწეობა და ასპარეზობა. რა სწავლობენ ფეხბურთის გარდა ბავშვები? ჩვენთან ფეხბურთის გარდა ბავშვები სწავლობენ მეგობრობას, დისციპლინას, რომელიც ცხოვრებაშიც გამოადგებათ აუცილებლად ერთად ყოფნას. ასევე ჩვენთან არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ქუჩიდან რომ გადმოვიყვანოთ ბავშვები სპორტში, არა მარტო ფეხბურთში და იცხოვრონ ჯანსაღად. თანამედროვე ეპოქაში როცა გაჯეტები უფრო მეტია ვიდრე რაღაც ეზოში გაგდება. როგორ ახერხებთ, რომ მოტივაცია მისცეთ ბავშვებს და დარბაზში მოიყვანოთ? ძალიან საინტერესო შეკითხვაა, მართლაც გაჯეტებმა ბევრი ბავშვის ყურადღება უფრო მეტად მიიპყრო და ჩვენი მთავარი ინტერესი ეგ არის, რომ სახლიდან გამოვიყვანოთ ბავშვები, დარბაზში მოვიყვანოთ, იგივე ეზოში მოვავიყვანოთ და შევაყვაროთ პირველ რიგში სპორტი. თავარი არის სპორტი შევაყვაროთ და სპორტით დავაკავოთ რა. ამბობთელი ამდენი გამოვა ბავშვებისგან, ეგ უკვე მომავლის საკითხია, მაგრამ თავარი ის არის, რომ აქტივობა იქნება სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართავენ, პლუს გუნდურობას ისწავლიან, ერთმანეთში გვერდის გვერდში დგომას ისწავლიან, სირთულეების გადალახვას ისწავლიან და დაკავდებიან ჯანსაღი ცხოვრების წესს. ანუ ფრენბურთი კალათბურთთან და ფეხბურთთან შედარებით პოპულარობით ცოტა ჩამოვარდება მე მგონი. თუმცა სილამაზით შეგვიძლია ვიკამათოთ მაგ თემაზე, რომ ძალიან ლამაზი სპორტია. ალბათ ჩვენთვის უფრო ლამაზი ვიდრე ფეხბურთი და კალათბურთი. კი, ნამდვილად. მაგრამ აი როგორი ინტერესი ახლა
ქარის შემთხვევაში გოგონების გუნდია და რა იწვევს ამ ინტერესს შენი აზრით? დღესდღეობით საქართველოში ფრენბურთი გუნდური სპორტის სახეობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია გოგონებში. ამას იწვევს ალბათ ის, რომ გოგონები სწავლობენ გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას და დისციპლინას. რამდენად პერსპექტიულია საქართველოში ქალთა ფრენბურთი? ჩვენ ყავს ლეგიონერებიც, მათ შორის ქართველი ლეგიონერები თამაშობენ თურქეთში, პოლონეთში, მე მგონი ესპანეთშიც არის შესაბამისი. კი, ეხლა მაგალითად ასაკობრივს ის პლუსი აქვს, რომ რეალურად აქ ხდება ბავშვების აყვანა, მაგალითად ახალგაზრდულ ნაკრებში და ეს არის მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმული, რისთვისაც ემზადებიან მთელი გულით და სულით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქარი ახერხებს სხვადასხვა არ ვიცი, სერვისი დავარქვათ ამას, სხვადასხვა სპორტის შეთავაზებას. ფრენბურთი იქნება, კალათბურთი თუ ფეხბურთი, ყველას შეუძლია არჩევანი გააკეთოს, მთავარია არჩევანი გააკეთოს სპორტის სასარგებლოდ და არა სხვა რაღაც მავნე ჩვევების, აქ ბევრი რამის სწავლა შეიძლება გარდა ბურთით თამაშის.